მოგესალმებით, ახლა ზუსტად 4 საათია და გადაცემა თქვენი დრო, როგორც ყოველთვის დღესაც არ ღალატოს ტრადიციას და იწყებს პირდაპირ ეთერში თქვენთვის მუშაობას. ზურა გორგაძე და ლელა ნინმა მუშაობენ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად იმისათვის, რომ გვიყურებთ. ეს გადაცემა, რომელიც ნამდვილად დაგაინტერესებთ, ყოველ დღე 4-დან 6-მდე შეგიძლიათ გადმორთოთ ჩვენთან, დარჩეთ ჩვენს ეთერში და აუცილებლად საინტერესო სტუმრებთან, საინტერესო თემით წავსდგებით თქვენს წინაშე. ტრადიციას დღესაც ვერ ვუღალატებ, იმიტომ რომ გვყავს ესეთი პარტნიორი, სილამეზის სალონების ქსელი რედრესი, რომელსაც განსაკუთრებულ მადლობას დღესაც აუცილებლად გადავხდით და ასევე მე შევერთდები ლელას. ახლა კი დროა უკვე გადავიდეთ ჩვენს დღევანდელ თემაზე. დღეს ვისაუბრებთ განათლებაზე და ასე რომ ვინც მშობელი ბრძანდებით ან ვინც კარგად სწავლობთ და ასეთები ძალიან ბევრი ხარ დარწმუნებული ვარ, დღევანდელი თემა თქვენ კონკრეტულად მოგიტანთ სასარგებლო ინფორმაციას. მოკლედ, უკვე 5 წელი არსებობს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია, თანასწორი დაწყებითი განათლება, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელი გახლავთ მრავალფეროვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში მოგზაურობენ. ისინი სულ რაღაც 2 დღის წინ დაბრუნდნენ გაეროს შტაბ-ბინიდან და 3 სარეზერვო პროექტი წარადგინეს იქ. 2 პროექტმა მხარდაჭერა, ესე ვთქვათ, პოვა, მაგრამ ერთი პროექტი გახლავთ ის მნიშვნელოვანი თემა, რომელზედაც დღეს ვისაუბრებთ. თანასწორი დაწყებითი განათლება, სწორედ ამ პროექტმა აიღო გრანტი და თავარი სტუმრები უკვე სტუდიაში ბრძანდებიან და უფრო მისასალმებელი ფაქტი ზურა ის არის, რომ სკოლის მოსწავლესაც თუ თქვენ 16 წლის ბრძანდებით 21 წლამდე შეგიძლიათ მიიღოთ ამ პროექტში მონაწილეობა თუ როგორ, სწორედ ამ დეტალებს მიმოვიხილავთ დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში. მე ზღდამჩენი ჩვენი სტუმრები წარმოგიდგინოთ, როგორც უკვე ლელა აღნიშნა, არსებობს ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც სხვადასხვა პროექტებს თავაზობენ სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენი ქვეყანაც და კონკრეტულად ეს ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული სწორედ გარკვეულ პროექტებში. ჩვენ დღეს კონკრეტულ პროექტზე ვისაუბრებთ, წარმოგიდგენთ სტუმრებს. მაპატია აუცილებლად უნდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ 48 ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას, სადაც ასე ვთქვათ, არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იდგა. ქვეყნის მთავარი ძალა გახლავთ მომავალი თაობა. ის ხალხი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ხელშეწყობა არა მარტო ოჯახიდან, არამედ სახელმწიფოდან. ჩაერთვება თუ არა უკვე მოპოვებული გრანტის შემდეგ განათლების სამინისტრო ამ პროექტში სწორედ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ და 23 კაცისგან შემდგარი დელეგაციიდან 3 მთავარი სტუმარი ისაუბრებს ამ კონკრეტულ თემაზე. ძალიან საინტერესოა თუ როგორ შეიძლება მოხდეს ჩვენი მაყურებელი, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, თქვენს გუნდშიც მიიღებდეს მონაწილეობას შემდეგში, იმიტომ რომ ყოველ წელს ხერხებთ ამ ასე ვთქვათ ჩასვლას და გაცნობას ამ პროექტებისას. დეტალებზე ალბათ უკვე ვისაუბრებთ, მას შემდეგ რაც ზურად წარადგენს ჩვენ სტუმრებს. რა თქმა უნდა, აუცილებლად მანამ სანამ სტუმრებს წარადგენთ, კიდევ ერთ დავამატებდით დღევანდელ გადაცემას, იმიტომ უნდა უყუროთ, რომ შეიძლება თქვენი შვილი ან თქვენ თუ ბრძანდებით მოსწავლე ან სტუდენტი გახდეთ იგივე წარმატების მქონე ადამიანი, იგივე წარმატებას მიაღწიოთ, იგივე გრანტი აიღოთ და იგივე სხვადასხვა პროექტებში წარმატებითი მოღვაწეოთ, როგორშიც ამ შემთხვევაში ჩვენი სტუმრები არასამთავრობო ორგანიზაციამ მრავალეროვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი რიტა პროკოპენკო გახლავთ ჩვენი სტუმარი და ასევე სტუდენტი მაგდა ლორია და სკოლის მოსწავლე გიორგი გიორგაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოდით ჩვენ შეძლებს დაგვარად მაინც წარუდგინეთ თემა ჩვენს ტელემაყურებელს. თავდაპირველად დავიწყოთ ორგანიზაციის მოღვაწეობით. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის და ესე ფართოდ საზოგადოებას ფართოდ და დეტალურად საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი მოღვაწეობის და პროექტების შესახებ. ჩვენი ორგანიზაცია უკვე 5 წელია, რაც ინტენსიურად მუშაობს გაცვლით პროგრამებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. ერთ-ერთი პროექტი, რომლის ფარგლებში ჩვენ დღეს ვართ მოწვეულები, ეს არის ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში, რომელიც სტარტდება წელიწადში 2 ჯერ ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს შენობაში. ამჯერადაც დელეგაცია საქართველოდან 23 კაცის შემადგენლობით იყო წარდგენილი ამ სესიებზე, რომლის ფარგლებშიც დამუშავდა სარეზოლუციო პროექტები, აღნიშნავს 3 სარეზოლუციო პროექტი.
თემატიკა ამ პროექტების იყო განათლება, ეკოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები. ამ სამი პროექტიდან, როგორც უკვე ლელამ აღნიშნა, 48 ქვეყნის მონაწილე იყო წარმოდგენილი სესიებზე და ძალიან დიდი იყო კონკურენცია. მიუხედავად ამისა, ჩვენი ორი სარეზოლუციო პროექტი ფინალში გადავიდა და ერთ-ერთმა მოიპოვა გამარჯვება. გამარჯვებული პროექტი გახლავთ თანასწორი დაწყებითი განათლება. მე მინდა რომ პროექტებთან დაკავშირებით უფრო დეტალურად უკვე პროექტის მონაწილეებმა და თვითონ ავტორებმა ისაუბრონ. სკოლის მოსწავლესთან მაქვს, იმიტომ ძალიან ხშირად დღეს ვაწყდებით ყველა მშობელი დამეთანხმება ამაში, როგორ უნდა დაკავდეს ბავშვი, რომ იყოს მისი თითოეული საათი გათვლილი. დღეს იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა კომპიუტერიზაცია ძალიან დიდი დოზით შემოდის ყველა ოჯახში. კონკრეტულ შემთხვევაში მოგვიყევი შენ რითი ხარ დაკავებული, პირველ რიგში გვაინტერესებს შენი ასე ვთქვათ საქმიანობაც, როგორ მოხვდი აქ და რა მოგცა ამ პროექტმა და რატომ არის ეს საჭირო სკოლის მოსწავლეებისთვის? მაგრამ რომ არა კომპიუტერი ალბათ არც კავშირები იქნება. დოზით გეთანხმები, ზურა საჭიროა, მაგრამ უკვე მე ვფიქრობ რომ გააჩნია კომპიუტერს რისთვის გამოვიყენებ. რა თქმა უნდა, დანიშნულების მიხედვით თუ იყენებდი შენ. მე ვარ გიორგი გიორგაძე. ვსწავლობ ბრიტანულ ქართულ აკადემიაში და ამ პროექტის შესახებ გავიგე ინტერნეტით, წავიკითხე აპლიკაცია, შევავსე და მივიღე გასაუბრებაში მონაწილეობა. ამის შემდეგ დავწერე ტესტი ინგლისურ ენაში და მოხვდი ასე ამ პროექტში. ტესტი გვაინტერესებს, რა შინაარსის იყო, რა ხასიათის იყო, როგორ გაართვი თავი, აუცილებელია ინგლისურის უმაღლეს დონეზე ცოდნა. მოდი აუხსნათ ძალიან მარტივად იმ ადამიანებს, რომლებიც ასევე სწავლობენ სკოლაში, ასევე უნდათ სხვადასხვა პროექტებში მიიღონ მონაწილეობა, აქვთ კომპიუტერი, შედიან ინტერნეტში ძალიან ხშირად, მაგრამ არიან სხვა საქმით დაკავებული. რა სასარგებლოდ, როგორ შეიძლება სასარგებლოდ გამოვიყენოთ კომპიუტერი, რა საიტზე შეხვედი და როგორ მიაკვლიე ამ საიტს. აუხსნათ ამ ადამიანებს, ალბათ იქნება საომავლოდ მორიგი პროექტები, რომლებშიც მიიღებს ჩვენ ტელემაყურებელი მონაწილეობას. ჯობჯიზე ვნახე LCML-ის ორგანიზაციის აპლიკაცია, რომელიც უნდა შეგვეცვა და შემდეგ უნდა მივსულიყავით ოფისში გასაუბრებაზე. ასეც მოვიქეცი და სხვათა შორის ამ პროექტზე როცა მუშაობდით, ყოველდღე უნდა გაგვეგზავნა ჩვენი პროექტის დამუშავებული ნაწილი. ყოველდღე გვგზავნიდით იმ ეტაპს, რომელსაც ვამუშავებდით დღის განმავლობაში. ამიტომ ინტერნეტი რა თქმა უნდა საჭირო არის ამისთვის. ქალბატონ რიტა, ძალიან ბევრი ავსებდა ალბათ და ძალიან ბევრი მსურველი არსებობს რომ მოხდეს, მაგრამ როგორ ხდებოდა ამ ადამიანების, ამ მოსწავლეების, სტუდენტების გაფილტრვა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ და რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინათ შემდეგ მონაწილეებს? მოგახსენებთ ახლავე, კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, აღსანიშნავი მომენტია ამ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი კრიტერიუმი, ეს არის ლიდერის თვისებები, აუცილებლად მოსწავლე იქნება თუ სტუდენტი, ლიდერის თვისებები უნდა გააჩნდეს, პრეზენტაციის უნარი, იმიტომ რომ თვითონ მოსწავლეები და სტუდენტები ახდენენ ძალიან მკაცრი კომისიის წინაშე ამ თემების წარდგენას და შესაბამისად დაცვას. მეორე მომენტი არის, რომ ინგლისური ენა არა უმაღლეს დონეზე, არამედ სალაპარაკო საშუალო დონეზე უნდა იცოდნენ, რათა პრეზენტაცია ასევე ინგლისურ ენაზე დაამუშავონ და შემდეგ წარადგინონ კომისიის წინაშე. და განხორციელებული აქტივობები, თუ რა სამოქალაქო აქტივობები აქვთ მათ წარსულში განხორციელებული. მაგრამ თუ გასაუბრების შედეგად კომისიის წევრებს, რაც საქართველოში დგება, მოგვეწონება ესა თუ ის აპლიკანტი, ესე ვთქვათ, იმდენად ამ სამოქალაქო აქტივობას არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოდის და გვეუბნება, იცით რა, არ გაგვიკეთებია ჯერ არაფერი, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩავერთოთ სამოქალაქო აქტივობებში და შესაბამისად აქტიური მოქალაქენი გახდნენ ისინი საქართველოში. ნუ რა თქმა უნდა, ესეთ აპლიკანტებს ჩვენ არ ვუწვდით ხელს და არ ვზღუდავთ, რომ მიიღონ ჩვენს პროექტებში მონაწილეობა. რაც შეეხება განაცხადების რაოდენობას, მართლაც რომ ძალიან დიდი რაოდენობა შემოდის განაცხადების, იმიტომ რომ მაინც ღონისძიება ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ესეც არის ერთი ნიუ-იორკში და ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ ჩვენს ძალიან მკაცრი კომისია ყავს და შესაბამისად ვარჩევთ ძალიან მკაცრად ძალიან საინტერესოა აქ შეგეკითხებით, რამდენად ჩართულია ამ ყველაფერში რაიონები. რაიონები არის ჩართული, ჩვენ ცალკე კვოტაც კი გვაქვს რაიონებისთვის გამოცხადებული, როცა განაცხადი
ცხადდება ჯობშიზე თითოეული რეგიონისთვის გვაქვს გარკვეული რაოდენობა მინიჭებული, ესე ვთქვათ. ჩვენ უკვე მესამედ ვატარებთ ამ პროექტს და მე ძალიან მეამაყება ის, რომ რეგიონებიდან ჩვენ სამივე პროექტში გვყავდა ხალხი ჩართული. 23 კაციდან რამდენი იყო რეგიონიდან? დაახლოებით 2-3 იყო ამ პროექტში რეგიონებიდან, ერთ-ერთი იყო ბათუმი, წინა პროექტით ზუგდიდი და ძალიან მრავალფეროვანი არის რეგიონების ჩართულობის მიზნით ჩვენი პროექტები. ანუ შეზღუდვა მაინც არსებობს, არის გარკვეული კვოტა არსებობს. რეგიონებზე არსებობს, დიახ, ნუ ახლა ყველა რეგიონი რო ჩაერთოს, თითო 2-ის მეტი ვერ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ თვითონ ჩვენი დელეგაცია არის შეზღუდული რაოდენობით, ჩვენ დელეგაციაში 20-დან 25-მდე შეგვიძლია, ესე ვთქვათ, დელეგატი წარვადგინოთ. თქვენ გასაგებია იქნებით კომისიის წევრი, კი, მაგრამ საინტერესოა იმ ხალხის, ასე ვთქვათ, შთამბეჭდავის სია, ვინც აკეთებს არჩევანს ამა თუ იმ მოსწავლეზე თუ სტუდენტზე, ვინ არიან ეს ადამიანები, რომ იცოდეთ? პარტნიორულ ურთიერთობებში ვართ, როგორც სახელმწიფო, ასევე არა სამთავრობო სექტორთან. ჩვენი თანა, ესე ვთქვათ, ორგანიზატორები და თანა დამხმარეები ამ პროექტის სრულფასოვნად განხორციელებისთვის მხარდამჭერები არიან აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტრო და ერთ-ერთი წარმომადგენელი პირადად იყო ჩვენს დელეგაციასთან ერთად ჩვენი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, რომელმაც წინა პროექტით იქედან საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ელგუჯა გვაზავაც წინა პროექტით იყო ჩვენთან ერთად დელეგაციაში. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართვით მოხდა ჩვენი შეხვედრა მუდმივ წარმომადგენლობასთან გაეროში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან. ასე რომ თითო ადამიანი ამ სტრუქტურებიდან ყოველთვის არის ხოლმე ჩართული, რათა ჩვენ საბოლოო სია, საბოლოო დელეგატების სია ჩამოვყალიბოთ. გასაგებია. მაგდა ძალიან სასიამოვნო ფაქტია, დამეთანხმები, დაგვეთანხმება ჩვენი ტელემაყურებელიც, როდესაც სტუდენტი გოგონა ჩადიხარ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, სადაც კონკრეტულ პროექტში მონაწილეობას იღებს 45 სხვადასხვა ქვეყანა და საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ გრანტს იღებს შენ. მოდი კონკრეტულად აუხსნა ჩვენს ტელემაყურებელს, რა გრანტზეა საუბარი, რა პროექტს, რა კონკრეტულ პროექტზეა და რა თემატიკაზეა საუბარი. დიახ. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მოგვიწევთ საშუალება თქვენ გადაცემაში, რომ წარმედგინა მე და ჩემი ჯგუფის წევრი. ეს არ ყოფილა მხოლოდ ჩემი პროექტი, ეს იყო ჩემი ჯგუფის წევრები. ჩვენ ჯგუფში ვართ 3 ადამიანი და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ადამიანებს, რომ ესე აქტიურად მუშაობდნენ ჩემთან ერთად ამ პროექტზე. ესენი არიან ლიკა გეგეშკორი და მარიამ ბოჭორიშვილი, რომლებმაც ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ პროექტის განხორციელებაში და ზოგადად წამოწყების იდეის შექმნაში. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ ვიყავი გამარჯვებული და თუმცა გამარჯვებამდე ძალიან დიდი გზა და ნამდვილად გამარჯვებას ეს დაარწმუნა 48 ქვეყნის წარმომადგენლები და მით უმეტეს, როცა საქართველოში არის შთამბეჭდავი კომისია, იქ წარმომიდგენია როგორი უმაღლეს დონეზე წნეხის ქვეშ გიწევდათ ამ ყველაფრის გატანა. კი, ნამდვილად. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქ აქტიურად მუშაობდით, თითქმის თქვენ ნახევარი მუშაობდით ჩვენ ამ პროექტზე, თითქმის ყოველდღე ხვდებოდით ერთმანეთს და გვიწევდა, რომ დააგვეხვეწა ჩვენი საპროექტო იდეა, გვემუშავა, დისკუსიებიც ჰქონია, მაგრამ შევდახმებულად და საბოლოო იდეა მოიპოვა გამარჯვება. პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ეს ორ ეტაპად ჰქონდა ჩვენ ეს ფინალი, გასავლელი, სანამ გამარჯვებისკენ მივიდიოდით. ეს იყო პირველი ის, რომ უნდა ჩაგვეტარებინა პრეზენტაცია ამ ადამიანების წინაშე, რომლებიც იყვნენ ჩვენი მსაჯები და შემდეგ უშუალოდ ნახევარფინალი, სადაც გადიოდნენ მხოლოდ 5 პროექტი და 5 პროექტიდან ჩვენმა ერთმა პროექტმა მოიპოვა გამარჯვება. 5 პროექტში ასევე მინდა აღნიშნო, რომ 2 ქართული პროექტი იყო. გიორგი იყო ამ პროექტის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც წარადგინა ეს პროექტი და ასევე იყო ერთი პროექტი, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო ურთიერთობებს და უშუალოდ ქართულ-აფხაზური და ოსური ურთიერთობების მოგვარებას და ამ ჯგუფმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ძალიან დიდი ხანი იმუშავა, რომ ეს პროექტი წარადგინათ გაეროში და მართლაც რომ მნიშვნელოვანი იყო და მეორე ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროექტიც გადავიდა და საამაყოა, რომ სამივე პროექტი მოხდა საქართველოსთან ამ პროექტში და მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ჩემს პროექტს, ჩვენი პროექტი ეხება სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დაწყებითი განათლების ხელშეწყობას. პირველიდან მეხუთე კლასის მოსწავლეებს ჩვენ ვთავაზობთ, გვინდა რომ შევთავაზოთ
შევთავაზოთ და შევთავაზებთ აუცილებლად სექტემბრიდან. სკოლის შემდეგ გაკვეთილები, თავისუფალი უფასო გაკვეთილები, რომლებიც დაეხმარებიან მათ როგორც პიროვნების უნარჩვევების ჩამოყალიბებაში და ხელს შეუწყობთ მათ განათლების მიღებას. რომელიც იქნება დაფინანსებული. დიახ, რა თქმა უნდა, ეს სკოლის შემდეგ გაკვეთილები იქნება უფასო ყველა სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ბავშვისათვის, რომლებიც მოისურვებენ, რომ ჩვენ პროექტში მიიღონ მონაწილეობა და იმედი მაქვს, რომ ამის საკმაოდ ბევრი იქნება საქართველოში, რადგან ჩვენს წინაშე ძალიან დიდი პრობლემაა იმ ადამიანების, რომლებიც არიან იძულებით გადაადგილებული პირები. და ასევე სოციალურად დაუცველი ბავშვები, ჩვენ ხელს შეუწყობთ მათ, რომ მიიღონ სკოლის შემდეგ განათლება და მოვამზადოთ ესე ვთქვათ სასკოლო პროგრამით, სასწავლო ეროვნული პროგრამით, რომელთაც ჩვენ ვიხელმძღვანელობთ და ასევე ჩვენი პროგრამა იმით არის გამორჩეული და უნიკალური, რომ ჩვენ პირველიდან მეხუთე კლასის ბავშვებს ვასწავლით ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო განათლებას, რომლებიც ასევე მათ ვინ იქნებიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან ბავშვებს? ჩვენი პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ეს, რომ ბენეფიციარები უშუალოდ გვეყოლებოდნენ სოციალურად დაუცველი ბავშვები და იძულებით გადაადგილებული პირები და მეორე ის, რომ ამ პროექტში ჩაებმობოდნენ სტუდენტები, რომლებიც თანატოლ განათლების პრინციპით ასწავლიდნენ ამ პატარა ბავშვებს და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებსაც ექნებათ დააკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, ჩაერთვებიან ჩვენს პროექტში და ასწავლიან ამ პროექტს. დამატებითი გაკვეთილები სკოლის ტერიტორიაზევე ჩატარდება? დამატებითი გაკვეთილები ჩატარდება სკოლის შემდეგ, რომელიც არ შეუშლის სკოლას ხელს და ეს არ სკოლის ტერიტორიაზე ეს არ იქნება, ეს იქნება ცალკე ცენტრი, სადაც ბავშვები მოვლენ და ჩვენს ესე ვთქვათ თანატოლ განათლებთან ერთად მიიღებენ გარკვეულ რეკომენდაციებს და ასევე განათლებას. კარგია, რომ თავისუფალი დრო კიდევ რაღაც კი არა ძალიან მნიშვნელოვანი თემით იქნება მათი დაკავებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სტუდენტებისთვის, რადგან მოხალისეობრივად გავაგრძელებთ საუბარს, მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში და მოდით მას დავუთმოთ ეთერი, მოვისმინოთ მისი მოსაზრება ან კითხვა. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგე ეთერში ვარ, რა? გამარჯობა, ეთერში ხართ. რა კარგი გადაცემა გაქვთ. მე ერთი ხალხური ლექსი ასე გადავაკეთე. რა კარგია თქვენი გადაცემა მშვენიერ თემებზე აგებული. ქვეყანა ყავთ მადლიერი მაყურების გული მოგებული. მადლობა. აი თქვენი გადაცემა მე შემიძლია დავახასიათო ერთი სიტყვით. მშვენიერება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ხართ ჩვენი ერთგული მაყურებელი. ახლა კი გადავიდეთ მთავარ თემაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. თქვენ იყავით წარდგენილი ასამბლეაზე ეროვნული სამოსით, ეს აუცილებელი კრიტერიუმია იქ და ამას რამდენადაც ვიცით, გვაქვს ინფორმაცია, მოყვა რაღაც რეაქციები მოგვიყევით ამის შესახებ. ისი სამოსით. თუ მიყვნენ ადამიანები, ის წარადგინეს. დელეგატებმა მოირგეს სხვათა შორის კი იდეა წამოვიდა იქედან, რომ კომპანია მარიგოლდი, რომელმაც სპეციალურად შექმნა ეს სამოსი ჩვენი ქართველი დელეგატებისთვის, უკვე არაერთი წელია ჩვენ თანამშრომლობთ. 2012 წელს გაეროს დელეგაციებისთვის ასევე ჰქონდა გათანამედროვებული ქართული ეროვნული სამოსი წარდგენილი, გამოფენა ჩვენება გაიმართა. სწორედ აქედან გამომდინარე, რადგან დიდი ინტერესი მოყვა ამ ეროვნულ სამოს და ელემენტებზე შექმნილ ტანისამოს, ამ ჯერზეც მთელ ამ ქვეყნების 48 ქვეყნის წარმომადგენლებს კიდევ erთხელ ვანახეთ ჩვენი ეროვნული სამოსი. ასე რომ განათლებას პლუს კულტურა. კი, განათლებას პლუს კულტურა ნამდვილად და მე მიამაყება, რომ ამ დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავი, რადგანაც ჩვენი დელეგაცია როგორც ერთადერთი გამარჯვებული პროექტის დელეგაცია, ასევე კულტურული თვალსაზრისითაც გამოვირჩეოდით. თუმცა სხვა დელეგაციებიც არიან ხოლმე ეროვნულ ტანისამოსში წარმოდგენილები და ჩვენი დელეგაცია არ ყოფილა კი ტრადიცია დამკვიდრებულია გაეროში. მომდევნო მაყურებელს დავუთმოთ პირდაპირ ეთერი. მოგესალმებით. გამარჯობა, ეთერში ხართ. გისმენთ. ალო. მოგესალმებით, ეთერში ხართ. მოგესალმებით, ძვირფასებო. მე მინდა მადლობა გადაუხადო ამ ქალბატონს, როგორც მშობელმა, იმ ზრუნვისთვის, იმ ყველაფრისთვის, რასაც იგი ამ ბავშვებისთვის აკეთებს. ძალიან ბევრ და დიდ შრომას დებს და
ბავშვებს უთხრა, რომ ისინი ჩვენ გვიამაყებიან. ტელევიზორს ჩაუწიეთ. როდესაც უყურებ ასეთ თაობას, იმედი გეძლევა, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება ერთ-ერთ